დემეტრე ახალაძე შეგვიძლია მოусმინო. კი ბატონო. თან დემეტრეს. მოგესალმებად მეფე აფხაზთა ქართველთა ანთა და კახთა სომეხთა შარვანშა და შაჰანშა დავით მეოთხე აღმაშენებელი წმინდანად შეაცხილი ატომ აღმაშენებელი ანუ ჰქონდა რაღაც აღმატებული უპირატესი დავითის ხსენებისთანავე მოდის დიდგოის ბრძოლის ასოციაცია ეხლა როგორ მოვიდა იგი აქამდე ნუ ეხლა მისი ეფორმები ყივშახტე ჩამოსახლება ლუის ურბნისის კაიბა ყველასთვის ნათელია. რაც მთავარია მან წინა პლანზე დააყენა ადამიანის ნიჭიერება და კრეატიულობა და ისე ისთავები, რომლებიც უშლიდნენ დავითზე ერთიანი საქართველოს შექმნაში ალაგმა. მაგალითად ლიპაით ბაღვაში ძაგან აბულეთის ძე შეოჯახაშე აშენებულო ერთხელ გაბატიე ოჯერ გაბატიე ხოლო დავითი მესამეჯერ მიხვდა რომ ვითაეცა კუდი ძაღლისა იარაგანი მაეთების და აეცა კიჩხები მართლად ვალს ეგაიც აეც ბაღვაშნი გამოსწორდების და ექსოია ყო ანუ განდევნა ამის შემდეგ ეგაევე აიღო სამშვილდე და გიში ლოე ყაბალა და ეწუხი ხოდა 1121 წელი 12 აგვისტო დიდგოის ველი აქ წყდება საქართველოს ბედი ერთ მხარეს თურქთა კოალიცია ნეჯმე დილღაზის საიდლობით უიცხვნი ვითაეცა ქვიშას ზღვისა მეორე მხარეს ქართველთა 57,000-იანი არმია მეფემ ჩახერგა ნიჩბისის ხევი, ანუ მოიჩადა მთავი და უკან დასახევი გზა აღარ არის. დაიწყო ბრძოლა, რომელიც 3 საათს გაგრძელდა და ამის შემდეგ იქმნა საშინელი ამოწყვეტა თურქთა ჯარის. ამბის მიმთხრობიც კი აღარ შემოიჭრა ბედშავ ილღას. ამ ბრძოლის შემდეგ დავითს დიდხანს არ უცოცხლია დაუძლურდა კაცმა იცის რა სენი შეეყარა თოი გადმოიღო ვეღარ ჩაიცვა იგი ეკინისპერაგს მისწვდა ეციგიზიდა წაეპოტინა ხმალს გაუარდა ხელიდან და უკანასკნელად შეეკითხა ნიანია ბაკურიანს ტაოსკარს მოადგნენო მტენი ის იყო ერთ-ერთი საუკეთესო ქართველების მეფე, რომ გადაიცვალა წმინდანად შეასწრეს. და ეს იყო დავით აღმაშენებელი